ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორი ლორინა ბერიამ სულ ცოტა ხნის წინ დატოვა, მას აქ დახვდნენ მეგობრები და ახლო გარემოცვის წევრები. ყოველი მათგანი არის დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს ქართული ოცნება მშვიდობიანი აქტივისტებისა და დემონსტრანტების დაშინებისათვის აკეთებს, თუმცა ისინი ამის მიუხედავად ახლაც აპირებენ, რომ გადაინაცვლონ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და შეუერთდნენ დიდ საპროტესტო აქციას. ლორინა ბერია თავადაც ამბობს იმას, რომ მისი პროტესტი იქნება ისეთივე უკომპრომისო, როგორც ეს იყო მანამდე. მას არ ეშინია, ამასაც გვიდესტურებს და ბრძოლას აგრძელებს, ბოლომდე აგრძელებს გამარჯვებამდე, როგორც გვეუბნება. ჩვენი დაკავება და არა მხოლოდ ჩემი დაკავება არის ოცნება, იმიტომ აკეთებს, რომ შეგვაშინოს, მაგრამ არავის არ გვეშინია, იცოდეთ. და რაც ეხება ჩემი დაკავებას, მოლოდნელად დამაკავეს, ტელეფონიც მომპარეს, მაგრამ დამიბრუნეს და რა ვიცი, კარგად გავატარე აქ დრო, დავისვენე. ოცნება ვნახავთ რუსთაველზე. აქედან ჩვენ ისევ რუსთაველზე მივდივართ, ხვალაც რუსთაველზე ვიქნებით, ზეგაც რუსთაველზე ვიქნებით, აგერ იზოლატორში შევალთ და გამოვალთ ისევ. თუმცა ივანიშვილი ვერც ქუჩაში გაივლის, ვერც გადაკეტავს, ვერც გადმოკეტავს მშვიდად, იმიტომ რომ მისი გზა მხოლოდ მოსკოვისკენ მიდის. ჩვენი გზა კიდევ ევროპისკენ. მას შესაძლოა მართლა ნამდვილი კრიმინალები ქუჩა-ქუჩა დაძრწიან, ცხრილავენ ადამიანებს, არასრულწლოვანები მასწავლებლებს კლავენ, მაშინ აქციის მონაწილეებს ძალიან დიდი მონდომებით იზოლატორებში კეტავენ და მიზანი რა თქმა უნდა ჩახშობაა მუხტის, მაგრამ არ გამოზით ფაქტია. დროა შეეგუონ და დროზე დათმონ, რასაც ვითხოვთ დააკმაყოფილონ. დღესვე გათავისუფლდნენ საბა ჯაფარიძე და თამარ თოთლაძე, მათ 6 დღიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ისინიც იმყოფებოდნენ ამავე მიზეზით დაპატიმრებულები და ედავებოდნენ მათაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას. ახლა, რასაც ვისმენთ გათავისუფლებული აქტივისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეებისაგან, აბსოლუტურად ყველას აქვს იდენტური დამოკიდებულება მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით. ყოველი მათგანი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება ყველა ხერხითა და მეთოდით ეცდება მათ განეიტრალებას, გაჩუმებას და იმას, რომ აღარ გამოვიდნენ რუსთაველზე, თუმცა მიუხედავად ამისა ბრძოლას აგრძელებენ და ამბობენ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილის გუნდმა და როგორც თავადაც უწოდებენ რეჟიმმა, როგორც არ უნდა სცადოს მათი განეიტრალება, ყველაფერი არის სულ ერთი, რადგან სანამ არ გაიმარჯვებენ რუსთაველის გამზირს არ დატოვებენ.